საღამოშვიდობის ჩემო კარგებო, მოგესალმებით ყველას, მე ისევ დაგიბრუნდით და დღეს მინდა თქვენთვის ჩავწერო შეპირებული ვიდეო, ანუ პირველი ვიდეოს მეორე ნაწილი და მოკლედ დავიწყოთ. უკვე გვიანია, ღამის 12-ის ნახევარია. არ მინდოდა რომ ესე გვიან ჩამეწერა ჩემი ვიდეო, მაგრამ რას ვიზამთ ვერ ვახერხებ სხვანაირად და ჩემ თავს დავაკვირდი, როდესაც დაღლილი ვარ, საკმაოდ ნელა ვსაუბრობ. ძალიან ჩქარი საუბარი ისედაც არ მახასიათებს, მაგრამ როცა დაღლილი ვარ, კიდევ უფრო ნელა ვსაუბრობ და მოკლედ საერთოდ მიჭირს ქართულ სიტყვებზე გადმორთვა. მაგრამ იმედია გამიგებთ. ვინც დიდი ხანია უკვე უცხო ქვეყანაში ცხოვრობს, იმედია გამიგებს ყველა. რამოდენიმე დღის ჩამოსული ხარ გერმანიაში და მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში რეშაშირება გააკეთე და გეგონა რომ ყველაფერი იცოდი და ძალიან მაგრად იყავი, აქ სიტუაციაში გარკვეული ჩამოხვედი და თავს ცოტა დაბნეულობა შეატყვე? არა უშავს. ეს ვიდეო მაშინ ზუსტად შენთვის არის და მოდი დაჯექი, მოიტანე ჩაი ან ყავა და მოусვინე, რასაც გეტყვი. მოკლედ დავიწყოთ. დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება თუ რა საბუთები გჭირდებათ გერმანიაში ჩამოსვლიდან 2 კვირის განმავლობაში, ანუ მოკლევადიან პერსპექტივაში რა საბუთები გჭირდებათ გერმანიაში ჩამოსვლიდან 2 კვირის განმავლობაში. მოკლედ დავიწყოთ. ჩემი სია ისევ ხელში მაქვს, რომ მხედველობიდან არაფერი გამომრჩეს ისევ აქ მაქვს და მოკლედ დავიწყოთ. მე თავის დროზე ესეთი რაღაცების გარკვევაში კარგახანი დამჭირდა და საერთოდ მაშინ ვინც ჩამოსულია გერმანიაში დამეთანხმებით ალბათ ჩემ დროს 2003 წელს, 2005 წელს თუ 2001 წელს და ასე შემდეგ, მაშინ ინტერნეტზე წვდომა არ გქონდა, როგორც ახლა, ეს ყოველდღიურად ჩვეულებრივი მომენტია. ბოლო-ბოლო ლეპტოპი და კომპიუტერი თუ არ აქვს ადამიანს სახლში, შეუძლია სულაც თავის iPhone-ზე თუ smartphone-ზე სრულიად სწრაფად რამოდენიმე წამის განმავლობაში მოიძიოს ინფორმაცია, ხო? ჩვენ დროს ეს ფუფუნება არ გქონდა, ეს ყველაფერი ახალი შემოსული იყო და როგორც გითხარით, მე ინტერნეტი საქართველოში არ მქონდა და მობილურიც კი არ მქონდა, ისე ჩამოვედი. პირველი მობილური რო აქ შევიძინე, მახსოვს შავ-თეთრი Siemens-ი A50 იყო და მახსოვს ეგელსბახში შევიძინე 55 ევროთ MediaMarkt-ში და მთელი ღამე სიხარულისგან არ მიძინია, ისე მიხარო და ეს იყო ჩემი პირველი მობილური 21 წლის ასაკში, მანამდე მე ტელეფონი არ მქონია. მოკლედ თემას რომ არ გადაუხვიოთ და ძალიან დიდი შესავალი რომ არ გამომივიდეს, მოდით დავიწყოთ. პირველი პუნქტი, რომელიც ჩამოსვლიდან 2 კვირის განმავლობაში აუცილებლად უნდა მოაგვაროთ, ეს იქნება, რა თქმა უნდა, გააკეთოთ ჩაწერა. მეორე პუნქტი, რაც აუცილებელია გერმანიაში, ეს არის ჯანმრთელობის დაზღვევა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. გერმანიაში მოდი ასე ვთქვათ, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, თუ კი არ გაქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა. აქ ყველაფერი ისეა ერთმანეთზე გადაბმული, რომ ერთი თუ არ გაქვთ, მეორე რაღაცას ვერ მოაგვარებთ, მეორე თუ არ გაქვთ, მესამე რაღაცას და ასე შემდეგ. ასე რომ ჩაწერის შემდეგ აუცილებელია რომ გააკეთოთ თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევა. შეგიძლიათ საქართველოდანაც გააკეთოთ, სანამ აქ ჩამოხვალთ, ევროპის დაზღვევა, ანუ უნდა იყოს ეს ჯანმრთელობის დაზღვევა ევროპაზე გათვალისწინებული, ანუ საქართველოში რა ჯანმრთელობის დაზღვევაც გაქვთ, შეიძლება ის ევროპაში არ მოქმედებდეს და აქედან გამომდინარე, ეს საკითხი უნდა გაითვალისწინოთ, თუ კი მანამდე გააკეთებთ ჯანმრთელობის დაზღვევას, თუ არა და აქ როგორც ჩამოხვალთ, მაშინვე უნდა გააკეთოთ, უნდა მოხდეს ჯანმრთელობის დაზღვევის გაკეთება. ეს არის კანონით დადგენილი და ამას ვერ გაექცევით ვერანაირად. პიროვნება, რომელიც ჩამოდის და შემოდის გერმანიის ტერიტორიაზე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა. გერმანულად ჯანმრთელობის დაზღვევას ეწოდება Krankenversicherung. მესამე, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ, ეს იქნება საბანკო ანგარიში, რომელსაც გერმანიაში ბანკონტოს ან
ჯიღო კონტოს ეძახიან. მოკლედ საბანკო ანგარიშის გარეშე მართალია ქეშით შეგიძლიათ გადაიხადოთ აქ ნებისმიერი რამ, მაგრამ ეს დაგეხმარებათ საბანკო ანგარიში, რა თქმა უნდა, ბინის ქირის გადახდის თანხა რომ ჩამოგეჭრათ ანგარიშიდან და ასევე ვინც სამუშაოდ მოდის გერმანიაში, რომ ხელფასი დაგერიცხოთ საბანკო ანგარიშზე და მოგეხსენებათ, რომ ეხლა ქეშს ხელფასად არავინ 21 საუკუნეში არ იხდის, ხო? ადრე იყო ესეთი რაღაცები, მაგრამ ეხლა არა. მოკლედ აუცილებელია საბანკო ანგარიში გახსნათ ჩამოსვლიდან ასევე 2 კვირის განმავლობაში და გერმანიაში არის რამოდენიმე ცნობილი ბანკი, სადაც მიხვალთ და შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გახსნათ თქვენი ანგარიში. ესე იგი, ანგარიშის გასახსნელად თვიური გადასახადი არ არის საჭირო. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი არის შპარდა ბანკი, სადაც მე თვითონა მაქვს ანგარიში გახსნილი. როდესაც ჩაწერას გააკეთებთ რამოდენიმე ხანში, რამოდენიმე დღეში, ზუსტად არ ვიცი ახლა რამდენი ხანი სჭირდება ამ ყველაფერს, მოგივათ Steuer Identifikationsnummer, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო იდენტიფიკაციის ნომერი მოგდით, ესე იგი, სახელმწიფოსგან პოსტით სახლში. მეხუთე მართალია ეს საბუთი არ არის და ამას საბუთს ვერ დავარქმევთ მეხუთე პუნქტს, მაგრამ აუცილებელია, რომ სადაც ცხოვრობთ, თქვენს საფოსტო ხუთზე მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი. შეგიძლიათ ან კომპიუტერიდან ამობეჭდოთ, ან თუ ასეთი საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ სრულიად ხელით დაწეროთ გერმანულად თქვენი სახელი და გვარი და აუცილებელია, რომ თქვენი საცხოვრებელი ადგილის საფოსტო ხუთზე მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი, თქვენს საფოსტო ხუთს, რომ პოსტის კურიერს გაუადვილდეს თქვენი წერილებისა თუ ამანათების თქვენამდე მოტანა და მოწოდება. მოკლედ, სულ ეს იყო ჩემო კარგებო, რაც თქვენთვის მინდოდა რომ გამეზიარებინა დღევანდელ ვიდეოში და თუ კი რაიმე შეკითხვები გექნებათ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, მაგრამ რაღაც ისეთ უცნაური კომენტარებისგან ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავეთ. მოკლედ, მინდა რომ ყველას, ვისაც დაგეგმილი გაქვთ გერმანიაში ჩამოსვლა, ახლო თუ შორეულ მომავალში ყველას წარმატებები გისურვოთ და იმედია რომ აი ეს ვიდეო რაღაცაში მაინც გამოგადგებათ. მომდევნო ვიდეოში ვისაუბრებ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა დაგეგმოთ გერმანიაში, როდესაც ხართ ჩამოსული, ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში, რა ნაბიჯების გადადგმა დაგჭირდებათ და რა სახის სამუთები. მოკლედ, დღევანდელი ვიდეო სულ ეს იყო ჩემო კარგებო. რაც მინდოდა რომ თქვენამდე მომეტანა და თქვენთვის გამეზიარებინა, იმედია ერთ-ერთ თქვენთაგანს მაინც დაეხმარება ეს ვიდეო, აქ ჩამოსვლამდე ან აქ ჩამოსვლის პერიოდში და მოკლედ ყველას გისურვებთ წარმატებებს და მშვიდობიან საღამოს. ყველანი ძალიან მიყვარხართ, თქვენი მაკა სირბილაძე დროებით. მომდევნო შეხვედრამდე. ნახვამდის.